Fashion Week-ის მესამე დღე უკვე დაიწყო და წინ საკმაოდ საინტერესო ჩვენებები გველის. ჩემს გარეგნობაზე კი ბიჭოლამ და სილამაზის სალონმა ევე მიზრუნა. რუსთაველის თეატრში მისულებს არასასიამოვნო მოულოდნელობა დაგხვდა. ერთ-ერთი დიზაინერის გამოსვლა ჩაიშალა და ამის გამო ყველა ჩვენება 1 საათით ადრე ჩატარდა. შესაბამისად დათქმულ დროზე მისულებმა ბიჭოლას კოლექციის გადაღება ვერ მოახერხეთ. თუმცა დარწმუნებულები ვართ დიზაინერი ბალიშების შემდეგ საზოგადოებას კავზებითაც მოხიბლავდა. რთული იყო ამ კავზების ისე გამოყენება, რომ ხალხისთვის ყოფილიყო საინტერესო და სამომხმარებლო და ფიქრობ, რომ შედგა პროექტი კავზები, რადგან უკვე ძალიან ბევრი მომხმარებელი გამოუჩნდა ამ კავზებს. შემდეგი ანუკა ქებურია იყო და ჩვენს ახალგაზრდა დიზაინერის კოლექციით დავინტერესდით. ანუკას ბაბუა ქართველი მფრინავი იყო და ავიატორის თემა დიზაინერისათვის აქტუალური სწორედ ამიტომ არის. მფრინავი ქალი, უამრავი დამახასიათებელი დეტალი, ჩაფხუტები, ტყავის ქამრები, ჟილეტები, ჩანთები, უხეში ჩექმები და მუქი ფერის კაბები. დიზაინერმა ძირითადი აქცენტი აქსესუარებზე გააკეთა. მოდელებს საკმაოდ საინტერესო მეიქაპი ჰქონდათ. უსწორმასწორად წასმული ტუჩის საცხი და ფეხზე წითელი ჯვრები მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ეპოქას გაგახსენებდათ. ვერ მოასწარი ბოლომდე კოლექციის დასრულება და რა გინდოდა რა ყოფილიყო და რა არის. აქსესუარების დამთავრება ვერ მოასწარი, დასრულება, სამაჯურების, ქუდების სათვალეები მქონდა იდეაში და თავარი არის მაყურებელს თუ მოეწონა და სტუმრებს თან გამეხარდება. მიუხედავად იმისა, რომ ანუკას უფრო მეტის გაკეთება სურდა, მისი კოლექცია წარმოდგენილი სახითაც ყველას მოეწონა. ანუკა ნიჭიერია და მე წარმატებას უსურვებ და ვიცოდი, რომ ისეთი ღირსეული იქნებოდა ეს გამოსვლაც და ეს ჩვენებაც. ძალიან ორიგინალური იყო, ლამაზი იყო და კარგი შესრულება. რაც შეეხება მოდის სახლ ლაურას, ის დათუნა სულიკაშვილმა წარმოადგინა. როგორც თავად ამბობს, კოლექცია მხოლოდ ყოველდღიური სამოსისგან შედგებოდა და მასში დიზაინერული შტრიხები არ შეუტანია. დასანანია, თუმცა მოგვიწევს დიზაინერს დავეთანხმოთ. აბრეშუმისა და შალის კაბები Fashion Week-ის პოდიუმზე ძალიან ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ინსპირაცია იყო სუფთა, ნამდვილი პრედაპორტი ყოველდღიური ტანსაცმელი. ის რაიმე თემა მეღოს და თქვა დიზაინერულად გამეკეთებინა ეს არ მომხდარა. მე კმაყოფილი ვარ. საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში უკრაინელი დიზაინერის ზინაიდე ლიხაჩევას ჩვენება გაიმართა. ზინაიდე პროფესიით მხატვარია და ეს მის კოლექციაზეც აისახა. ჭრელ ფერებსა და გეომეტრიულ ორნამენტებს საზოგადოება სკეპტიკურად შეხვდა. ერთი რამე კი ნამდვილად უნდა აღვნიშნოთ, კოლექცია სითამამე არ აკლდა. კოსტიუმებით აღფრთოვანება დარბაზში მყოფთაგან ვერავის შევნიშნეთ. ამის გარდა იყო ტექნიკური ხარვეზებიც. ალბათ ამ მიზეზების გამო იყო, რომ დიზაინერის წარმომადგენელმა მოზომილი საყვედური გამოთქვა. ჩვენი Fashion Week-ი ძალიან ახალგაზრდაა, ამიტომ ბევრი დადებითი მომენტიცაა და უარყოფითიც. კოლექცია ძალიან თავისებური იყო, ჩვენ მოდერნი წარმოადგინეთ. მეჩვენება, რომ ქართველი მაყურებელი ძალიან გვიან აფასებს ყველაფერს. ფიგურებს საკრალური დატვირთვა ჰქონდათ ეს, რომ გაიგო, ცოტა ისტორიაც უნდა იცოდე. ასეთი კომენტარის მოსმენის შემდეგ მეორე უცხოელი დიზაინერის ჩვენებაზე დაძაბულები მივედით. თუმცა პირველივე კოსტიუმის წარმოდგენის შემდეგ მივხვდით, რომ ეს ზუსტად ის იყო, რაც ქართველებს მოსწონთ. დიზაინერ გასპარი ურკევიჩის კოლექცია მუქ ფერებში იყო შესრულებული. მაღალწელიანი შარვლების შორტები, თხელი გიპიური სკაბები და მაღალგუსლიანი ფეხსაცმელი. ზოგიერთი კოსტიუმი დაუსრულებელი შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა კოლექციას ზუსტად ესეთი დეტალები კრავდა. კოლექცია იყო ძალიან შეკრული, გამაერთიანებელი ხაზი, ეს გიპიური, რომელიც საკმაოდ მოულოდნელად შემოვიდა და ესეთი ლაიტმოტივად მისდევდა კოლექციას, ძალიან მომხიბვლელი იყო. სინაზის და სიუხეშის დამთავრებელი და დაუმთავრებელი ელემენტების შერწყმა ერთმანეთთან იყო ძალიან მომგებიანი და სწორად იყო გაკეთებული. კოლექცია ყოველდღიური იყო. მინდოდა ისეთი სამოსი შემექმნა, რომელიც ერთდროულად მრავალფეროვანი და დატვირთული იქნებოდა. და თან წარმოსადეგი და დახვეწილი სტილის. Georgian Fashion Week-ი ქვეყნის არაორდინალურობაზე მეტყველებს და ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. ასეთი იყო Georgian Fashion Week-ის მესამე დღე. Music Box-ი კი მოდის კვირეულის გრანდიოზულ დახურვას აუცილებლად დაესწრება და მაყურებელს ყველა საინტერესო ამბავს დაწვრილებით მოუყვება.